მოგესალმებით. მეგობრებო, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ერთი საინტერესო თემა, ეს არის ფიბრომიალგია, რომელიც საკმაოდ გავრცელდა დღეს საქართველოში და ბევრი ექიმები სვავენ ამ დიაგნოზს, მაგრამ ჩვენ დასაბედნიეროდ ფიბრომიალგია ძალიან იშვიათად გვხდება ჩემს პრაქტიკაში. მე მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და ძირითადად იყო გიპერფასილიტაცია. ამათი დიფერენცირება ვერ ხერხდება ზუსტად და ამიტომ, როდესაც ადამიანს ყველაფერის ტკივა, სვავენ ფიბრომიალგიის დიაგნოზს. თუმცა მისი ეთიოლოგია და წარმოშობა ზოგადად უცნობია. აგერ ჩვენ გვიზის ადამიანი, რომელსაც ამ მომენტში დაუსვეს ფიბრომიალგიის დიაგნოზი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს არის უბრალოდ გიპერფასილიტაცია და რაში გამოიხატება ეს. როდესაც იტესტება ადამიანს შვენიერი ძალა აქვს, გადამოწმების შემთხვევაში ძალა იგივე რჩება. ყველა კიდური არის დაჭიმულ მდგომარეობაში. დახარეთ თავი? თუ კი დააკვირდებით მის რეაქციას, აგერ ნახეთ როგორი მტკივნეული აქვს ყველაფერი. აბსოლუტურად გინდაც ფეხებზე, გინდაც ქვედა კიდურებზე, ბოლოში კანჭის კუნთები, სულ ყველაფერი დაჭიმული აქვს აბსოლუტურად. შეგვყავს გიპერფასილიტაცია და ვეკითხებით რა არის ამის მიზეზი. აგონისტი. ეს იქნება სტრუქტურული პრობლემა, ბიოქიმიური, ემოციური, ენერგეტიკული პრობლემა რას ნიშნავს, რომ გვაქვს 12 წვილი და 2 კენტი ენერგეტიკული არხი, ყველა ორგანოს თავის წარმომადგენელი ენერგეტიკული არხი ეყავს და რომელიღაც მათგანი ცირკულაციიდან გამოვიდა, ანუ დაბლოკილია, ან გაჭედილია, ან კომპრესიის ქვეშ არის. ეს იქნება 12 წყვილთაგანი, ეს იქნება 2 კენტთაგანი. გვაქვს წინა შუა მერიდიანი და უკანა შუა მერიდიანი. უკანა შუა მერიდიანი არის აგონისტი და მისი გახსნის სიხშირე არის 416 გერცი. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ ღრმად. კიდევ ერთხელ. და მხოლოდ ეს ერთი მიზეზი იყო აი ამ ხელა ტკივილების. უყურეთ ახლა. გაამაგრეთ. ეს ნიშნავს, რომ ყველგან სპაზმი მოიხსნა. ნახეთ როგორ მაქსიმალურად ვაწვევი, მაგრამ მისი რეაქცია არსად ტკივილი აღარ აქვს. არა და ხან 3-ჯერ 4-ჯერ სვავდა იმისთვის, რომ ეს დაჭიმულობები მოეხსნა. სინამდვილეში აქ არ არის ფიბრომიალგია, ეს არის ელემენტარული გიპერფასილიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასციები ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი ფასცია გვაქვს, დაახლოებით 150 მატარებელი გვაქვს ფასციური, რაც ჩვენს სხეულს სიარულში, წონასწორობაში და ემოციურ გადაძაბვებშიც კი მონაწილეობს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ განსხვავება, რომ ფიბრომიალგია ეს ძალიან ცუდი დიაგნოზია და ადამიანს ეუბნებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა სვას სწამლები და სინამდვილეში ეს არის გიპერფასილიტაცია და სულ რაღაც 5 წამის განმავლობაში ეს ტკივილი მოიხსნა და ადამიანი განთავისუფლდა. მადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც მსგავსი ჩივილები გაქვთ, მობრძანდით ჩვენთან და წამებში დაგეხმარებით. კარგად ბრძანდებოდეთ.